და მე მეთქვა რომ ეს რა ხალხი ყოფილა დამპატიჟეს დედისაგინებლად არ ვიტყვი ამას ვიტყვი რომ ბიჭო რა საინტერესოა და ოდებება დამპატიჟეს და მე მოინდომეს რომ დედა მაგინონ და ზედაჩება დღეს დამირეკა და ექიმობაც ალბათ არ იქნება იოლი თქო მიწერია მაგრამ იქ ადამიანებთან მაინც მექნება საქმე თვი დამოჭრეთ ბიჭოების დატოლებას ვეწერ ეცით ნახეთ როგორ არის ჭუჭუ შეიძლება ჩამოყალიბდეს დატოლებას ვერ ამბობდი არა ჭუჭუებს ფალოსად ან ვერ ჩამოყალიბდეს ისევე როგორც ადამიანთა უმეტესობა პიროვნებად ვერ ყალიბდება მაგრამ ექიმი გოგონები კარგად თხოვდებიან თქო ექიმ ვაჟებს უკეთესად შეუძლიათ ოჯახის რჩენა აქ რომ მივედი ვხედავ ჯერ უმეტესობა მაღალი ესეთი რაფინირებული ქალბატონები იქ ცეკას პატრონი თუ არ იყო კაცშვილი არ მიიღებდა სამუშაოდ და ისაც რომ ბედნიერი ადამიანი იყო უნდა ქონდეს საქმე რომელიც გიყვარს და ყოველდღიურად აკეთებდე და ამ საქმეს უნდა შემოხონდეს მატერიალური რაღაც ბაზისი ცუდი სფერო ჩემი გაგებით არ არსებობს თუ შენ იცი როგორ შეისწავლო და გამოიყენო ის მეთქი საუკეთესო ცეკვას ვიცეკებ ჩემს ეგ როგორ არის არც მანამდე ვიცეკვე და არც მე ვაპირებ მე ვთხარ ეს იქნება ჩემი საუკეთესო ყიბულში წარმოდგენა შეგიძლია 1900-იანი 1960-იანი წლები ქვანახშირი შავი თოვლი რომ სარჟი მოდიოდა გაგარინი უკვე გაფრენილი ხო და აი გაგარიზე მინდოდა გაგარინი კი გაფრენილი მაგ პერიოდში ხო ყიბულში ბავშვი სკოლაში სწავლობ ახლა მე კოსმონავტი გავფრინდებიო მაგრამ ეგ რომ აზრშიც რომ დაუშვო სრულს დაგიძახები ხო ის უკვე კანონია მე რევოლუციონერი არა ვარ მე ევოლუციონერი ვარ სიკვდილი კი არ არის საშიში იდეაში სიცოცხლეა საშიში მოგესალმებით სამედიცინო პოდკასტიდან ეს არის პირველი სამედიცინო პოდკასტი როგორც მოგეხსენებათ და ამ პოდკასტის წამყვანები მე და ბატონი დავითი რა თქმა უნდა ადგილზე ვართ მოგესალმებით და დღეს ჩვენი სტუმარი ყველასთვის ცნობილი ბატონი არსენი გვეყოლება და მისი გამორჩეული ნამდვილად ყველასგან გამორჩეული და მისი მასპინძელი იქნება ბატონი გიგა ჩვენი თანამშრომელი for hospitals-ის რა თქმა უნდა ბატონო არსენ პირველ რიგში წარდგენა არ გჭირდებათ მაგრამ პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან სტუმრობისთვის იმისთვის რომ დრო დაგვითმეთ და პირველი ტრადიციული კითხვა გვაქვს ხოლმე და დაგისვამთ რომ საიდან მიხვედით დღეს სადაც ხართ იქ და კონკრეტულად პროფესიაზე გეკითხებით ეხლა მე რა თქმა უნდა ბევრ რაღაცაზე ვისაუბრებთ მაგრამ რეპროდუქციოლოგი რომ გამხდარიყავით რა იყო თქვენი мотиваცია საიდან მოგივიდათ ეს ყველაფერი მუზად თუ აზრად და აი ამაზე რომ ვისაუბროთ მოგესალმებით ბატონებო და ძვირფასო თათა პირველი მე გახლავთ არსენ გვენეტაძე ექიმი რეპროდუქტოლოგი გინეკოლოგი უნივერსიტეტის პედაგოგი პროფესორი სხვაჩერს 2018 წლის საუკეთესო პედაგოგი წელიწადში ერთი სახელდება ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გარდა ამისა ბედნიერების ელჩს და სულ პირველად ხმამაღლა თქვენთან ვამბობ მე მგონი სულ ერთი კვირაზე ცოტა მეტია მშვიდობის ელჩის სტატუსი 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთ-ერთი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია არ გეგონოთ ეს კომერციული ეს არის მხოლოდ ალტრუისტული ჩემი ქმედებები. ნუ გარდა ამისა თავისუფალ მოქალაქეს უწოდებ ჩემ თავს და საქართველოს აეროპორტიდან დაწყებული ბენ-გურიონის უნივერსიტეტით დამთავრებული თავისუფალი მოქალაქის კანდიდატები 2020 წლიდან დამიწყდა. საიდან მოვედი? აქ, სადაც ახლა ვარ. ტყიბულიდან. 2 აგვისტოს დავიბადე 1973 წელს. ეხლა სხვათა შორის ისეთი პერიოდი მაქვს, რომ გარდა იმ ჩემი წიგნებისა, რომელიც ქართულ და სხვა ენებზე სხვა ყოფნის ნიჭი ლექსები თუ მანტრები ევროპის ბიბლიოთეკებში და საქართველოში ვრცელდება სხვა შორის წიგნიერების საზოგადოების ბატონი მწერალ გიორგი კეკელიძის პირადი მონაწილეობით გუშინ ამსტერდამში გუშინ კიოლში კარლსრუეში და სხვა ჩვენ მუშაობთ ერთ-ერთ პროექტზე და ცხოვრებისეულ ჩემს რედაქტორთან ერთად მუშაობთ ცხოვრებისეულ ბიოგრაფიულ მასალებზე და ტყიბულში დაბადებული იმხანა 1980 წელს სამედიცინო ინსტიტუტში მაშინ ინსტიტუტი ერქვა ჩაბარგება ეს იყო ან უნდა ნომენკლატურაში ან ცეკას ან ფულის დიდი რაოდენობით და იყო ალბათ დაახლოებით 3-დან 5%-მდე სტუდენტების
რომლებიც შეიძლება მოხვედრილიყვნენ, ასე ვთქვათ, რაღაც კარგი, როგორც თქვით, შემთხვევითობის გამო. ოქროს მედალზე მქონდა სკოლა დამთავრებული და ერთი ნიშნით მოვხვდი ხუთიანით, ასე იყო მაშინ თუ ერთ ხუთს მიიღებდი. ოღონდაც არ ამყოლი ექიმი არასოდეს, არც ექიმობის შესახებ არაფერი ვიცოდი და იმ წერილებშიც კი კარგად წერია, რომელშიც მამას ძალიან ეშინოდა, რომ არ მიმიღებდნენ ამ ინსტიტუტში, დარჩებოდი და მე იყო ჯარში და წასულიყავი, მე საბჭოთა არმიაში, მე და წერილში წერ რომ მე ვუკვირდები თქო ცხოვრებას. ხო, დედამ თქვა რომ ექიმი იქნებ გამოყვიდე, მამამ თქვა ფიზიკოსი, კარგად მიყვარდა ფიზიკაც. და წერდი რომ უკვირდები თქო მასწავლებლების ცხოვრებას. აი კანდიდატი გამოხვალო მამაჩემი და ყველა მათგანი კანდიდატია თქო იმ წერილში წერია. და ვხედავ, სამსახურებიც კარგი აქვს ინსტიტუტებში ფიზიკის სადღაც მუშაობენ. საღამოობით როგორ შრომობენ მოგჩაუყლერად, რომ ამზადონ აბიტურიენტები, რომ მატერიალური, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა ქონდეთ. და მე თქო, წიგნებთან მთელი ცხოვრება ასე ყოველდღიურად ამ ნაწილში ვიმუშაო, არ მომხიბლავს თქო. ექიმობაც ალბათ არ იქნება იოლი თქო მიწერია, მაგრამ იქ ადამიანებთან მაინც მექნება საქმე თქო და ასეთ ანალიზს ვაკეთებდი დღებოდან ჩა მეც გამიკვირდა რომ წავიდე ესე აღარ მახსოვდა რომ ყველა წარმატებული მეცნიერი თქო მის შვილს ასე მიწერია რასაც ხედავ თქო თუ რაიმე განსაკუთრებული ნიჭი არ აქვს ექიმად ზდის თქო ექიმი გოგონები კარგად თხოვდებიან თქო ექიმ ვაჟებს უკეთესად შეუძლიათ ოჯახის რჩენა და თან ადამიანებს უფრო ჭირდება თქო აი ამ ასე ვთქვათ პროფესიის სრულად უცოდინარობით, მაგრამ ერთ-ერთი რაღაცა უნდა ამერჩია და ასე ვთქვათ დედას დაუჭირე მხარი და გავხდი სტუდენტი. ეს არ იყო მარტივი. რეპროდუქტოლოგიაში პროფესორ აჩილ ხომასურიძეს უნდა ვუმადლოდე და ჩემს პრაქტიკულად ბაბუის დას, ანუ ბებიას, შეიძლება საბუბებოს, რაც უკვე კარგახნის გარდაცვლილია, ვინც მასთან წარმადგინა, მანამდე ზოგადი ქირურგი ვიყავი და ჟორდანიას ინსტიტუტში რომ მემყვა და მივხვდი რომ ეს ყოფილა 64. იმიტომ რომ ზოგად ქირურგიაში 24 საათი მორიგებ თან ყმაწვილი ახლა შენი ყოველთვის ხან დაჭრილი მოყავთ, ხან დამტრეული, ხან აქ რომ მივედი ვხედავ, ჯერ უმეტესობა მაღალი, ასეთი რაფინირებული ქალბატონები, იქ ცეკას პატრონი თუ არ იყო, კაცშვილი არ მიიღებდა სამუშაოდ და სულ რამოდენიმე ახალგაზრდა კაცი იყო ისიც და გეგმიური იყო ქირურგია, თან ლაპარასკოპიული იწყებოდა უცლის გაჭრის გარეშე. ღამე არ გიწევს შიში არ აგაკ რა შეგვხვდება 7-ად წნარად მაშინ პროფესორ ბერჯერ კიდე იწყებ და მივხვდი რომ ეს არის 64 ზოგად ქირურგიასთან შედარებით თან იქ სულ კაცები მუშაობდნენ თან ახლა 80-იან წლების ბოლოა და შედარებები რთული პერიოდია ძალიან ალბათ ხო ძალიან ნახეთ ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი მთლად მინგრეული არ არის მაგრამ ყევის პროცესშია ხო ალბათ ხო, ყევას ახლა იოლად აქედან ხვდები თორე იქ ასე დები არ არის. მაგრამ სადა დედამიწაა განსხვავება. სად ახლა ასეთი ტიპის თან ახლა უფროს ქირურგებში უკაცები რო არიან და სად ლამაზი ქალბატონები რო არიან, პაციენტებიც ახალგაზრდა ჯანმრთელი, იმიტომ რომ უშვილობით მოდის და გარეგნულად იმას კისერი არ აქვს, მოტეხილი ფეხი და სისხლი არ დის და ასე ვთქვათ, ტვინი არ გადმოსდის ყურებიდან, ხო? და სრული სამო paradise. და ვიფიქრე რომ და მე თვითონ ბაგდანარჩიმა მითხრეს მაგარი სიტყვები მე გაუხსენის ხაჭირს ამდენჯერმე ხელი რომ ჩავმართვა კაბინეტში თუ თქვენ ამ საქმეს გაყვებით და იქნებით შესაბამისად ასე ვთქვათ შრომასა და გონებრივადაც მე გაძლევთ სიტყვას თქვენ საუკეთესო საქმეს კიდევ ხელ ცოტა რეპროდუქტოლოგია მაშინ სიტყვა პირველად გავიგონი გინეკოლოგია იყო მომავლის დარგი იყო მომავლის დარგი იყო 1999 წელს ნოემბერში ხდება ეს ამ და დაინახეთ პერსპექტივა. ნახეთ რა პერსპექტივა უნდა დამენახა უბრალოდ დავინახე რომ აქ ყოფნა ასჯერ უფრო 64-ია ვიდრე იმ მძიმე ჯოჯოხეთში კარგი სიტუაცია უფრო დაინახე და თანაც აქ ერთ-ერთი მათგანი გახდი ანუ ექიმი და შენი გახდეს პაციენტი გაცილებით იოლია ვიდრე ქირურგიაში როდესაც 20 წლის და 30 წლის ზაქირურგები შენ სულ უნდა იყო მეხუთე კაცი კავთან ვიდამგავ გასაგებია. ანუ იმდენად ასე ვთქვათ თვალსაჩინოა რომ ეს რო ვერ დაინახო უბრალოდ შეუძლებელია.
და მერე როდესაც ლაპარასკოპია და პირველი ოპერაცია ლაპარასკოპიის მქონდა ბედნიერება ტელევიდეო აპარატურით. მანამდე პროფესორ ვეინბერგი იყო ის თვალით 92 წლის შემოდგომაზე გამეკეთებინა. უკვე მერე მსოფლიო გაიხსნა, მერე ამერიკელებთან 94 წლიდან მიმიწვეს დავიწყე მუშაობა მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანა 8 ქვეყანის 27 კლინიკაში ვასწავლიდი ლაპარასკოპიას და სხვა 31 წლის ასაკში. ხო? რა თქმა უნდა, უკვე დედამიწა გახდა ხელის გულზე ლამის. ასე რომ ეს იყო პროგრესის მერე ნახეთ ახალგაზრდა ჯამრთელ ქალთან და მამაკაცთან წყვილთან მუშაობ. სულ სხვა საუბარია საექიმო ვიდრე გაჭირებული, დამტრეული, ავარიაში მოსული, ჯერ არ იცი მუცეში რა დაგვდება და მერე იქ რომ მიაღწიო იმას რომ პასუხისმგებელი გახდა ერთი 20 წელი დღე-დაღამე უნდა მუშაობდი. და ნახეთ ეს ორიგეობებით თან. ხო, მე მანამდე სხვა შორის დავასრულებ ამ ნაწილს რომ ბევრი არ ვლაპარაკო, მეტი რა უნდა ელაპარაკო თუ არ მითხრათ. მესამე კურსი რომ დავხურე, ექთნად მუშაობდი დამწრობის ცენტრში ჯერ ჩვეულებრივი განყოფილების ექთნად და მერე რეანიმაციაში. ანუ მძიმე პაციენტების მრავალწლიანი გამოცდილება მქონდა. გაგებლიათ. ხო, აი კუკეაზე რომ გადავიდა ძალიან კარგი კაცი იყო ბესოიაშვილი ხელმძღვანელი და კიდევ ბევრი. ყოველ მეოთხე ღამეს მორიგეობდი. არ იყო იურტი. ისი სახელობისაც არ მეგონი ეს. ხო, ბესომ დაარსა, ჩემი ხელით მაქვს იქ რაღაცები ნაკეთები რომ გადავდიოდი მთელი ახალგაზრდები მუშაობდით. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავ. საინტერესო შესავალი იყო ნამდვილად. აქვე ერთი რაღაც ისეთი ისმინდოდა თქვენ შვილებს მეუღლე ვიცი ექიმი გყავთ ხო? 30 წელი ერთად. სიმამრიც ესე რომ ვთქვათ ხო? ის ექიმი იყო ბატონი ზურაბი, უკვე 11 წელია გადასვლილი. ეს შვილებში ეგ ტრადიცია თვითონ ექიმო მე ვიცი რომ თქვენი ვაჟი ჩართულია კლინიკის ექიმობას ვაჟმა ლუკამ დაამთავრა ბაკალავრიატი სამედიცინო უნივერსიტეტის სწორედ სტუდენტობის დროს საკმაოდ იყო ჩართული მათ შორის ოპერაციებზე და ესეთი კარგად გამოდიოდა კლინიცისტობას ვერ ვიტყვი უფრო ოპერაციებზე გქონდა კლინიცისტობა არის როდესაც პაციენტთან უკვე შედიხარ სამუშაოდ აქ საოპერაციო ნაწილი თუმცა მე ბოლო კურსებზე თქვა რომ არ მინდა მე ექიმობა მე დაამთავრა ფინანსები და თავისუფალ უნივერსიტეტში გააგრძელა უბრალოდ და დღეს ფინანსური დირექტორია კლინიკის რაც ეხება ქალიშვილს მარიამს ის მუშაობდა კონტროლის ხარისხად ჩვენს კლინიკაში და ეხლა სწავლობს მისი გადაწყვეტილებით სამედიცინო ინჟინერიას ირლანდიაში. სამედიცინო ინჟინერიას. საინტერესო. ხო, ლუკა მითხრა, მამა, რა ეს და არ ვიცი, მამა, მე ვკითხე პანდემიის პირობებში ამთავრებდა ამერიკულ აკადემიას, კარგი მოწაფე იყო. რა გინდა რომ გამოყვიდეთ? ერთხელ მითხრა, ჯერ გეფიარს ავიღებ ცოტა ხანი მაცად და მე მოგზალებულად კიდევ ბოლო ჯერ გეკითხებით, რომ მეც აღარ გკითხავთ, რომ რა არის შენი მიზანი თქო და მან მითხრა ფანტასტიკური სიტყვები. ჩემი მიზანია ბედნიერი ადამიანი ვიყო. მე ვთხარი მე შეკითხვა არ მაქვს. ვიცი მხოლოდ ორი რამ, რაც შემიძლია გაგიზიარო აზრად, იმისაც რომ ბედნიერი ადამიანი იყო, უნდა ქონდეს საქმე, რომელიც გიყვარს და ყოველდღიურად აკეთებდე და ამ საქმეს უნდა შემოხონდეს მატერიალური რაღაც ბაზისი, რომელიც შენს მატერიალურ საჭიროებას გარკვეულწილად დაფარავს. აი შეიძლება იყო მაშინ ბედნიერი მე ვთხარი. ეს ორი პირობა აუცილებელია. საქმე თუ არა გაქვს, რომელიც გიყვარს, რაც არ უნდა მატერიალური რაიმე გქონდეს, ჯერ საიდან გექნება და რომც გქონდეს, ამბობენ რომ not all action brings happiness, but no happiness without action. ქმედების გარეშე ბედნიერება არ არსებობს. კი ბატონო. ბედნიერება ქმედება დინამიკაა და არა სტატიკა. არა, კი პრაგმატულადაც მე ესე შევხედავდი, რომ ძალიან მაგარი სფეროა. თუ უფრო რომ მედიცინა ხო ყველა ანუ ძალიან ისწრაფის და მომავალში კიდევ უფრო მაღალ ტექნოლოგიური ხდება. ამ ტექნოლოგიას თავისი ცოდნა შეიძლება. ბილიც კი მაგრამ მაგრდება თუ ჭკვიანი. ასე რომ ცუდი სფერო ჩემი გაგებით არ არსებობს, თუ შენ იცი როგორ შეისწავლო და გამოიყენო ის.
არის იშვიათი პროფესიები, რომელთა საჭიროება ჰაერივით საჭიროა და ადამიანები ყველანი ამთავრებენ ერთი და იგივეს რაღაცის მენეჯმენტს ან რაღაცის იმას იურიდიულს და სოფლის მეურნეობის ან რაღაცის პირობითად ვამბობ, ვაკანსიებია სულ ყველგან. იმიტომ რომ არავინ არ ასწავლის, არავინ არ აჩვენებს რა არის ცხოვრება, რა არის ბაზარი, როგორ უნდა აჩვენოს. მე თუ არ ვიცი შენ როგორ უნდა გაჩვენოს. ამიტომ რაცაც მეზობელი აკეთებს, ბიძაშვილი აკეთებს, ვიღაცა აკეთებს, ყველა ერთ და იგივეს აკეთებს. მე მგონი რომ ეგ იყო ერთი პერიოდი, როდესაც რაღაც თაობები იყვნენ მხოლოდ აი ეკონომიკური, იურიდიული, ეკონომიკური, იმიტომ რომ რაღაცა გაურკვეველი პერიოდი იყო, ეს ვფიქრობ. აი აგროტექნოლოგია ძალიან სწორად ახსენეთ. რა ზოგადად ისეთი დარგი ახლა მეც არა ვარ კარგად გარკვეული, მაგრამ ისეთი ახ დღეს რომ მოინდომო და ნახო რა დარგებში არის მოთხოვნა. ალბათ იქნება იქ ქიმიური რაღაცა, სასოფლო, რაღაცა და იმ გენში ვაკანსია პირდაპირ ტაშისკვრით მიგიღებენ. ბატონო არსენ, რა არის დღეს რეპროდუქციული მედიცინის მთავარი გამოწვევა საქართველოში, როგორ ფიქრობთ? ანუ ეს არის ტექნოლოგიები, ეს არის დაუშვათ საზოგადოების მზაობა, აი რა არის მთავარი, რასთანაც გიწევთ ხოლმე, ასე ვთქვათ, შეჭიდება, გამკლავება, რასთან თუ არ არის ესეთი რამე? გეტაყანაღეთ თქვენ ერთ ფირცხალავ ახსენეთ მსახიობი თუთაშხიაშვილი დარჩით ქალბატონო და ვიჭიდაოდ და ვიჭიდაოდ. რაღაც დრო ჩემი ჭიდაობაა, მე ვიცი რა უნდა გავაკეთო, მე ვიცი რა მაქვს მიზანი და როგორ თანამედროვე ცოდნით და ენერგიულად ეს მიზანი 5 გზის წელს მივიღე მარტო 2024 წელს 2 გზის ევროპული სერტიფიცირება. საერთოდ ჯამში 2016 წლიდან 5 გზის ევროპული სერტიფიცირება მაქვს. კლინიკის გარე გერმანელი ექსპერტების მიერ. რას ნიშნავს ეს? რაც კი არის ჩვენი დარგის თანამედროვე სოფლიოში მიღწევა ხო? რა თქმა უნდა, სოფლიო აღარ არის ის უცხოეთი, არა უცხოეთი, ეგეთი სიტყვა საერთოდ ჩემი გაგებით უკვე ცოტა მოძველებულ აზროვნებას ნიშნავს. რა არის ცივილიური? მორჩა, ევროპა, ამერიკა თუ აზია თუ სინგაპურია თუ აქეთ ისე იაპონია ცივილურ სამყაროში რომელშია ყველაზე უკეთესი, იმაზე მაქვს სწორება. ყველაზე უკეთესი კი არის შანსი, ყველაზე მოოქროვილი და ძვირიანი რაიმე უნდა ვიყიდო. ტექნოლოგიურად, მოცინავე ტექნოლოგიურად და თანამედროვე. ეფექტიანი ალბათ. აღარ უძახი მე მას მოწერა. თანამედროვე ტექნოლოგია არის ყველგან. სოდნა, ავანგარდულ სოდნას ეძახიან, რომელიც ჯერ არ შემოსულა, გაიდლაინი 2-3 წელიწადში, 4 წელიწადში ერთხელ ახლდება და ის რომელიც უკვე 1 წელია, 2 წელია წამყვან სოფლიოს ცენტრებში დაინერგა, აი იქ ჩავდივარ მე და ჩემ თანამშრომლებს ვაგზავნი, რომ სანამ ის 3-5 წლის მერე მოაღწევს ოფიციალურად უკვე არსებული დღეს ვეკეთებოდეს აქ. ნახეთ, შესაბამისად არავითარი გამოწვევა ან საჭიდაო კიდევ ერთხელ ბოდიშის მოთხოვნით ვიტყვი, ან ბრძოლა, ბავშვები და გასწავლენ რა იბრძოლო, ცხოვრება. სიცოცხლე გახდა ბედნიერება, როცა ვისწავლე მისი ფერება, 36 სონეტი ამბობს. მოეფერები, მოგეფერება, ებრძვი, გებრძვის. ხო? ძაღლიც კი საბაკა ბევეთ კუსაჩი აძიშნი საბაჩი, ხო? ბოდიში რუსულად ძაღლი ზაღლური ცხოვრებისგან არის კბენა ის არაფერი აგრესიული და თემა არის რომ მე თავიდანვე ბავშვები და ამას უნდა ვებრძოლო ახლა ეს ახლა ამას უნდა ვიჭიდაო არავის არ უნდა ვიჭიდაო უნდა შევხედო რა არის თანამედროვე ჩემი შესაძლებლობა გონებრივი მატერიალური ბაზისური მოვამზადო და ავიაზრო დამთავრდა ძალიან მარტივია ცხოვრება როცა მას კარგად კითხულობ სადაც შემიძლია გავნაბიჯებს სადაც არ შემიძლია ვემზადები თუ ხედავ რომ ჯესეთი მე არ მახსოვს რავი რამე დამისახელეთ ჩემ დარგში რამე მითხარით და მე გეტყვით თუ არა მაქვს რატომ არა მაქვს ან როგორ შეიძლება რომ მექნეს მიზანი არის როგორ შეიძლება მექნეს აი ვიბრძოლებ რომ მექნეს რატომ უნდა ვიბრძოლო ავდგები ვიშრომებ და ჩავდებ იმაში მატერიალურ თუ გონებრივ რესურსს. აი მე მაგალითად ერთ-ერთ პოდკასტში წინა სტუმართან დავშვი ესეთი კითხვა. ძანეთ. რაც ეხებოდა ასე ვთქვათ ფუტურისტულ ტექნოლოგიებს, როგორც არის მაგალითად ხელოვნური პლაცენტა. ხო. ანუ ამაზე თუ გიფიქრიათ, რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ, რომ ბავშვი ასე ვთქვათ დამწიფდეს და შემდეგ გაჩნდეს რაღაცა აპარატში მანქანაში და ასე. შემოძირფასო ბატონო, თქვენ რამდენი წელი გძანდებით? 42-ის. 42-ის.
თქვენ მე არ ვიცი თქვენი პროფესია. ეკონომისტი. ბატონ დავით, ხო? დიახ. ბატონ დავით. მაგრამ თქვენ რომ თუნდაც 10 წლის უკან კი, მაგრამ ინსტიტუტში რო სწავლობდით და იმის შემდეგ სინჯარაში, ანუ ხელოვნურად ბავშვების შექმნაო, სიცოცხლისო, მერე მისი ჯანმრთელობის და სქესის გენეტიკის გარკვევა, მერე საშუალებების გადატანაო. ეს რომ მეთქვა თქვენთვის, მაშინ თქვენ იოლად გაიგებდით ამას? მე ეს შეიძლება ჩემი დამოკიდებულება რომ ყველაფრის ჯერა რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს თეორიულად და მაგრამ გეცახმებით რომ ალბათ ისეთი ლოგიკური განვითარება არის რაც მიდის ამ მე უფრო მაშინ ცოტა ახლოს რომ მივიდეთ ისე კარგად გეტყვით ხატოვნად 2012 წელს პირველი ემბრიონი რო გადავიტანე საშვილოსნოში და მე 2 კვირის შემდეგ მოვიდა და ორსულად იყო ხამეები რო ფიქრობდი რომ ნახე მე რომ ჯერ მე არ შემექმნა ეს კლინიკა ბატონ ზურაბთან ერთად მაშინის ცოცხალი იყო გაგვეზარდა ემბრიოლოგია ესენი კავი მასთავი და ტექნოლოგია და სხვა უბრალოდ ფიზიკურად გადატანისას აი კარგად გამზადებული ლაბორატორიაში ყველაფერი უკვე რომ სწორად ან იმ სიფრთხილით ვერ გადამეტანა ის სიცოცხლე ხო არასოდეს არ შედგებოდა დაფიქრდით ადამიანის პერსონის როლის სიცოცხლის შექმნაში ახლა თუ ვიღაცა იტყვის თქვა და პატივისცემა მას რომ აი ყველაფერი ღმერთისნებაა კი ბატონო ისიც რომ შენ კარგად გაგაკეთებია გადმოგაკეთე ახლა თლათ ასეთი გულუბრყვილონი ხომ არ უნდა ვიყოთ რომ ახლა თქვენ მოხვალთ იქ და თქვენ დაგაჭერიებთ ღმერთი ახლა კარგად და გაგაკეთებთ ბავშვს ხო თქვენ ბუნებრივად თუ გაგაკეთებიათ მადლობელი უნდა იყოთ ხო და ნახეთ რა შეიძლება ხელოვნური პლაცენტა თუ ორგანიზმში გამოსდა ხელოვნური საშვილოსნო თუ სხვა მე არ მგონია რაიმე როცა ხელოვნური ინტელექტთან მუშაობ ახლა მე-5 წიგნს მე-5 კრებული გამოვუშვი ჩემი ლექსების ან მანტრების ან სხვა ანალიზს აკეთებ წამის მიათექში რომელიც ქართულად და ჩვენი ქართული პროზა ენა ისეთ ხატოვანია ისეც მეუბნება ერთმა 85 წლის ფილოლოგმა პროფესორმა მითხრა სამი პროფესორი რო დასვათო ერთათო სამი კი 6 იყოს თუ გინდა მე თქვა თან ეს არის შანიძის მოწაფე და სხვა ძალიან ცნობ ასეთ ანალიზს ვერ დადებსო რასაც ის ხელოვნურზე წამის მიათექში იძლევა. ამას მე ყოველდღე უყურებ. ამაში უკვე წიგნებს უშვებ, იმისი ხედვა, ჩემი დაწერილი და სხვა. და რა არის ამაში დღეს გასაკვირველი, რომ ერთშვენიერ დღეს ეს შეიძლება არსებობდეს. მე ჯერა რომ იქნება აუცილებლად. პრინციპში წინასწორის პასუხიც იგივე იყო. ჩემო ბატონო დავით, მე დავიჯერებ თუ არა. ამის გამო დედამიწა მაგალითად ჯორდანო ბრუნო ჯეროდა რა ტრიალებდა დანარჩენებს არ ჯეროდა მაგრამ დედამიწა მაშინ ტრიალობდა დღეზე ტრიალებს ხო ასე რომ ჩემი დაჯერება აქ არაფერს არ ცვლის მოდით ახლა ცოტა ისე შევხედოთ გლობალურად აქ ლაპარაკია რომ თუ მე ვარ ამ დარგის მაღალი ექსპერტი და ვამბობ რომ აი იმ გათვლებით ეს ვერ გაკეთდება მაშინ ვამბობ რომ ასე უნდა გაკეთდეს დანარჩენი ახლა რიგითი არსენ გვენეტაზე ამ დარგში თქვა თუნდაც ექიმიც რა ყვა. არა, მაგას მე ვერ დავიჯერებ, ვიძახო ან დავიჯერებ. ჩემთვის ცოტა რბილად რომ თქვა იუმორის ღიმილია რომ რა კავშირია მე დავიჯერებ რა დედამიწა იტრიალებს მე ბატონო გეთახმებით აბსოლუტურად. სადია. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ როცა მოდის წყვილი თქვენთან, მაინც ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, რაც დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მნიშვნელოვნად გაქვთ თქვენ გათავისებული. და ამაზეც მინდა რომ მესაუბროთ და პლუს ერთ კითხვასაც დავამატებ. მაშინ როდესაც წყვილი მოდის, ну, რა თქმა უნდა, რაღაცა იმედის ნაპერწკალი მაინც აქვთ, მაგრამ თითქოს მაინც ეჭვებში არიან, რომ აი არ გამოუვათ, აი ამ დროს რას აკეთებთ და თუ შეგიძლიათ რომ რამე ისტორიაც გაიხსენოთ კონკრეტული, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ წყვილის ისტორიიდან. პაციენტების ისტორიიდან. ნახეთ ფსიქოლოგზე ვიტყვი მოკლედ 2016 წელს პირველ სერტიფიცირებას რო ვიღებდით მაშინ გერმანელები რო ჩამოვიდნენ ფსიქოლოგი უკვე მყავდა კლინიკაში და მითხრეს რომ ბევრ გერმანულ კლინიკასაც არ აქვს ფსიქოლოგი და რა კარგია რომ ყავთო ესო მნიშვნელოვანი პოზიტივი იქნება ამ თქვენს საქმეშიო ნახეთ შესაბამისად ლონდონში მითხრეს 2013 წელი იყო 13 წელი რომ 12 წელი დაგჭირდა 12-13 რაღაცა ისე დაემთხვა სიტყვებში 12 წელი დაგჭირდა რომ ჩვენო ფსიქოლოგების მიღებადობა რიგითი მოქალაქეებისგან
დაგვენერგა ყოველდღიურობაში. ახლა ვიღაცა როგორ ხედავს არ ვიცი და ეს მისი არ ვიტყვი განათლება და სხვა. მისი ხედვის საქმე იყოს, მაგრამ ლონდონი და ბრიტანეთი რბილად რომ ვთქვა, ცოტა უფრო წინ არიან მენტალურად, ვიდრე ჩვენი საზოგადოება, ხო? იქ თუ 12 წელი დასჭირდა ამას, ჩვენს ქვეყანაში ასე მარტივი არ არის. მე არაერთხელ მყავდა ჩემი ჯიბით ვაფინანსებდი, ანუ კლინიკის ჯიბით, რომ პაციენტს ვეუბნებოდი, რომ ეს არის უსასყიდლო მისთვის. ვიღაცებს მოსწონდათ, მაგრამ იშვიათად იყო ადამიანები, რომლებიც განმეორებით. აი ახლა მე რომ მომივიდა მეთქი მესიჯი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად ეპასუხება ალბათ ამ კითხვის ერთ-ერთ ნაწილს და მე იმ მეორე ნაწილზე. 60 წელს როცა ხვდებოდი, მე დავსვი ჩემი ორივე შვილი, დავწერე ანდერძი, როგორც კი მოგადატანელმა და უთხარი. მე რომ ხვალ იქ გავიღვიძო, ცხოვრების ეს ნაწილი, ჩემი ქონების ეს ნაწილი შენ, ეს ნაწილი შენ, შუაში ეს ტორტის ნაჭერს ვამოჭრით, ეს ნაწილი ფონდს, რომელიც საქველმოქმედო ფონდს, რომელსაც დავარქვი სიყვარულის ზრუნვა. ფსიქოლოგიურ ნაწილზე გითხარით, აი სწორედ აი ახლა იმ წერს რომ 12 მსმენელი გვყავდაო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დილით მითხრეს 4-ია, 3-ია და იქნება არ დავიწყოთ, მითხარი ერთიც რომ იყოთ უნდა დაიწყოთ. და ახლა 12 ყავდათ. ძალიან კარგი, შვენიერი. გაიზარდა. გაიზარდა როგორ მე ვთხარი რომ აქ გამოაცხადეთ იქ და ერთიც რომ მოვიდეს, ერთი ადამიანის ღირებულების ფასეულობა ვისწავლე, მე ჩემი ცხოვრებით. ეგ არის. კი ბატონო. რაც შეეხება მეორე ნაწილს. ნახეთ, ვისაც იმედი არა აქვს შენი, ის არ მოდის შენთან. კი ბატონო. ახლა ყოველთვის აქვს რაღაცა განსაკუთრებით წარუმატებელი ისტორიებით რომ მოდის, მაგრამ ერთ-ერთი მაგალითი რომ გითხრათ, ახლა დოკუმენტურ ფილმს ვამზადებ, პირდაპირ გეტყვით იმ ფილმს წერია. ყველგან უარი მითხრეს ამ კლინიკაში, იმიტომ რომ ის იყო სავარძელზე ცხოვრობდა ქალი და რომ მოვედიოდა ამ კლინიკაში და ექიმს თვალში ჩავხედე, ახლა ის იმ წუთას ჩემზე ამბობს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? იმედი გამიშთაოდა დღეს ის ბავშვი მეორე კლასში დადის, ხო? ანუ ნახეთ, რწმენა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანს კარგად აუხსნა, რას უკეთებ. და მეორე, არ გაუკეთო ის, რასაც შენ თავს არ გაუკეთებ. და ახალი ბოლო ის გაუკეთო, რასაც შენსაც ცოდნით გაუკეთებდი შენშვილს და არა ის რომ შენი შვილი. კი ბატონო. ნამდვილად. გისმენთ? კი ბატონო. ესე იგი, რა თქმა უნდა, ბევრი პროფესია თუ რა ჰობი დავარქვათ, თქვენ მრავალფეროვანი ადამიანიც. ბევრი ცხოვრებები. ბრძანდებით, კი ბატონო. კი, მართლა ბევრი ცხოვრებები. და ერთ-ერთს გამოვარჩევდი, აი, რასაც თქვენ ბედნიერების ელჩს უწოდებთ. აი, ამაზე მე გერმანიაში მიწოდეს ოფიციალურად და მე მას სიამოვნებით განვასახიერებ. კი ბატონო. აი, რა არის ეს როგორ აღწერდით ამაში თქვენს ფუნქციას? იმიტომ რომ ძალიან კარგი რაღაცა. აი, მინდა რომ მაინც საზოგადოება სახელიც იმდენად კარგად თქვით, თქვენ ძალიან კარგი რაღაცაა, ხო? ხართ მოკლედ თქვიო და ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, ბედნიერების ჩუქებით დღე დავაარსეთ ჩვენ, მე-6-ეს გაისად, მე-5 წელს ვიზეიმებთ და მე-6-ეს გაისად ვიზეიმებთ სხვა შორის ვენეციაში, ვენეციის კარლავანის დროს. დანარჩენი საქართველოში ერთი იყო მხოლოდ დუბაიში, საერთაშორისო დღეა ეს და ნახეთ, ერთმა მეგობარმა მითხრა, ბავშვებს მინდა რაღაც დავახატიო, კონკურსი იყო ამ ბედნიერების ჩუქების დღეზე. მოკლედ რა უთხრაო, რა არის ბედნიერება? მოკლედ მივთხარი, ბედნიერება ის არის სიცოცხლე რომ გიხარია აქ და ახლა. არც მერე ქერო იქ გადახვალ მაბატია სლენგისთვის. არც რა ბედნიერი ვიყავია ეს მაშინ პატარა ბავშვი რო იყავი და ტრუსიკით რო დავრბოდი. ახლა და აქ რომ გიხარია სიცოცხლე ეს არის ბედნიერი. ნამდვილად. ბატონო არსენ, ბევრს მოგზაურობთ როგორც მივხვდი და რამდენ ენაზე საუბრობთ? ანუ უცხოენების ბედნიერების ენაზე ვლაპარაკობ. ნუ ეხლა ბუნებრივია რუსული კარგად ვიცი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოვდივარ, ინგლისურზე გამოვდივარ, თუმცა შექსპირი არა ვარ და არც არჩევი მიზანი და კარგად ვიცი ენა ჩემი მშობლიური, რომელზედაც ვწერ და ნებისმიერ ადგილზე შემიძლია ეს ჩემი საუბარი თუ ნაწერ ნაფიქრი გავიტანო ყოველგვარი ფიქრის გარეშე იქნებისი არ არის. არის ახლა და აქ ის რაც შემიძლია საუკეთესო. ცეკვავენ ვარსკვლავებში გამომიშარშან 3 წლის თხოვნის მერე და როგორი ცეკვებთო პირველი ცეკვა როგორ და მეთქარი საუკეთესო ცეკვას ვიცეკებ ჩემსას. ეგ როგორ არის? არც მანამდე ვიცეკვე და არც მერე ვაპირებ. მე ვთქარი ეს იქნება ჩემი საუკეთესო.
ნებისმიერ შემთხვევაში. ბატონო არსენ, იმ წყვილებს რას ეტყოდით, რომლებიც უიმედობის ზღვარზე არიან? ზღვარზე თუ არიან, ნუ გადააბიჯებენ უიმედობის. ნახეთ ეს ხუმრობით და ისე გეთაყვა, ნახეთ, რა არის უიმედობა? აი მოკლედ მითხარით, თუ მოკლედ გეტყვით, უიმედობა არის, როდესაც ვერ გებულობ, ან რაზე გელაპარაკებიან, ან არავინ გიხსნის შენთვის გასაგებ ენაზე. არაერთ ადამიანს 7, 8, 9 წლის უშვილების შემდეგ წყვილი რომ მოვა ქმარი და მეუღლე ორივე ზიან ცოლი და ქმარი და კარგად რო უხსნი ყველაფერს და მახსოვს ერთხელ ძალიან მაღალი კაცი იყო ასეთი და თელი რამდენი ექიმთან ყოფილი ვარ თოთსოს უთხრა და ასე ჩემთვის არავის აუხსნია არაფერია რომ ყველაფერს ხელის გულზე მისთვის გასაგებ ენაზე დაულაგებ ეტყვი რომ აქ ჩანს ეს თქვენთან პრობლემა ეს არის გზა გადაწყვეტის ეს არის აქ არის ამდენი პროცენტი შესაძლებლობა აქ ამდენი ადამიანს არც ფუჭ მოლოდინს უჩენ და არც წყალს გადაუწურავ და ეუბნები რომ 21 საუკუნეში ვამთავრებ ამ კითხვის პასუხს არ არსებობს პრობლემა რეპროდუქტოლოგიაში რომლის გადაჭრა არ შეიძლებოდეს ამა თუ იმ გზით თუ ეს მისაღებია ორივე წყვილისთვის წეგან არ გვიპასუხეთ ერთ შეკითხვაზე. ყველაზე ისეთი ისტორია, ან სენტიმენტალური, ან დასამახსოვრებელი, აი ყველაზე ისეთი წყვილის ისტორია რამე თუ გახსენდებათ, რაც სულ გახსოვთ და სულ ან мотиваციას გაძლევთ, ან ჩემო ძვირფასო თათა გეთაყვა. ნახეთ, წელიწადში 800-ზე მეტი ახალი ორსულობა. ახალი ორსულობა რომ 800 გვაქვს, პაციენტების რაოდენობა კიდე 30%-ით მეტია. ბევრი წილი მათ შორის ჩემთან მოდის. ეხლა ერთი წვილი გამორჩევა ან სულის რომ უმეტესობა მახსოვს დეტალებში. ძნელი არაფერი არ არის, უმეტესობა მახსოვს დეტალებში. მაგრამ მიგითხარით ადამიანის ისტორია, რომელიც თვითონ ბევრ გზის, ბევრ ტელევიზიაში გამოაქვეყნა სახელი და გვარითაც და ყველაფერს ეკაკაჯაი აქვია მას, სავარძელზეა ბავშვობიდან გაზრდილი. ყველა კლინიკამ უარი უთხრა, რომ რისკია მისთვის ინვიტრო განაყოფიერება და ჩვენ პირველი ვეცდაზე ის ალექსი დღეს მეორე კლასში დადის სკოლა. ის ისტორია არის ალბათ გვირგვინი ისტორიათა შორის. ჯერ დედამ როგორ გაზარდა, მე ყვება ამ ყველაფერს. ცოტა ხანში გამოვა ეს დოკუმენტური ფილმი, ჟრუნვა სიყვარული ასე ქვია ამ ფილმს. და პირადად ლაპარაკობენ ამაზე. ბატონო, უიმედობაზე საუბრობდით და თქვენ ცხოვრებაში თუ გქონიათ ეგეთი მომენტი და აი მაგალითად იგივე აი დაავადებასთან ბრძოლის დროს. იყო გადატანილი ვარ და მითხარით სამჯერ მაგ ოპერაცია მე არაერთხელ მქონია რაღაცა რთული პერიოდები, ეს არ არის მარტივი გარეგნულად და შიგნეულად ჭალებში. უიმედობა არასოდეს მქონია, ბებია მყავდა მარიამ მაღლაფერძე, რომელიც დიდი ძალიან იმედიანი ქალი იყო და მე ვარ ხშირად გამოუსწორებელი ოპტიმისტი თქვა, ასე ვეძახით ჩემ თავს, მკვდარიც კი მიჯობს ვიღიმებოდე, ვიდრე ცოცხალი ჭმუნვით ვყმუოდე. ეს ახლა დავამატე. ხო და ნახეთ, არ არის ჩემი თემა ვიმედობა. ნახეთ, ძალიან მარტივ რამეს გეტყვით. დეილ კარნეგისთან ვისწავლე ეს ნაწილი. როდესაც რაიმე პრობლემა გაქვს, გაანალიზე და ყველაზე რთული რა შეიძლება მოყვეს ამას. ეს მიიტანე გონებასთან. ახლა ასე ვფიქრობ, რა შეიძლება ამ საქმეს მოყვეს ყველაზე რთული. მოკვდები, თუ მოკვდები, მაგას რაჯობია, როგორც გითხარით, 3 სამოსახლო მაქვს, 3 სამოთხის სამოსახლო. 7 ნათლულზე 1 სამოსახლოს ეძლევენ, 24 ნათლული მყავს, 25 უნდა მომნათო. სიკვდილს ასად არ გაურბივარ და სიკვდილი ჩემი სიცოცხლის მეორე ნაწილი და მეგობრება გახდა. ხო, სიკვდილის შიში კარგახანია, ავზლი. არ რაღაცა ამას სიკვდილი არ მოყვება, აბა რა მოყვება? მშიერი დავრჩები თელი ცხოვრება, არა ეგ რა შუაშია. აბა ვიღაცა შეიძლება ეწყინოს. ჯერ შეიძლება და მე იმანი ფიქრობს, რაღაცა ვიფიქრო. და ბოლოს არა წარმატება შეიძლება არ მოვიდეს, ან ფეხი მოგჭრა, ან ხელი მოჭრა. თუ მომჭრიან მე ვიფიქრებ, ცალფეხა ხალხებს სოფლიო რეკორდებს ამყარებს, ხო? პირობითად ვლაპარაკობ და მაშ სად არის? აბა რაზე ვინერვიულო? ერთმა მითხარ. მითხარი, იმის რისაც ეშველება ნერვიულობა ვნებს, თუ არ ეშველება, თუ არ ეშველება აზრი სად არის? აბა რაზე ვინერვიულო? ჩემი საყვარელი რევიზია ცხოვრების. ინერვიულები მითხარი, თუ მაინც და მაინც იმაზე სანერვიულო რო არ აგავთ. მაგრამ ადამიანს სჭირდება რაღაცა, განსაკუთრებით თუ თელი ცხოვრება მიჩვეულია რომ რაღაცაზე და მეზობლის ბიძაშვილზე კისერი რომ მოიტეხა სადღაც თურმე, ან მოიტეხა ან არა. იმაზე შფოთავს, იმიტომ რომ ეს ცხოვრების წესად შემოდის. არ არის მარტივი განდევნო ასე ერთი ხელის მოჭრა. მეგონი კულტურის ნაწილი იყო, რაღაცას უნდა გენერირდეს. ცხოვრების ნაწილი იყო. კი.
იყო და არის. არა, არის ალბათ. იყო და არის. ვნერვიულობ, ყველა ეძახის მე მეუბნები, მაგ სიტყვა რომ საქმე შეყოლდეს, საქართველოს პირველ სამეულში მაინც იქნებოდა ნამდვილად. და ვეკითხები, მეშინია. მოდით იქნება ამას არ ქვია, შიში მე რა ვარჩევთ? რისი გეშინია, დამისი არა. ამას სიფრთხილე ქვია. ხო, მართალი ბრძანდებით, ბატონო არსენი ეკიმო. ხო, ეს ჩვეულებრივი მომენტია. ანუ თუ ემოციებს სახელდებას უკეთებ, მაგრამ ამისათვის ცოტა განათლება და სინათლე ძალიან რთული ამბავია და თქვენ რასაუბრობთ, მაგრამ უმარტივესია როცა იცი. უმარტივესია. ბავშვის გაკეთება, ან ოპერაციის გაკეთება მუცლის გაჭრის გარეშე უმარტივესია თუ ამას თელი ცხოვრება აკეთებ და წარმოდგენაში ურთულესი. არ და სხვათა შორის ზუსტად ადამიანების არჩევანია, როგორ იცხოვრონ ინერვიულონ, არ ინერვიულონ, თუმცა ამას როცა ეტყვი ადამიანს, რომ ესე ჩვენი არჩევანია, თუ გინდა ინერვიულა. სხვათა თანამედროვე ფსიქოლოგები ციტა ხა, როდესაც აგრეთ მის აკადემიაში აზროვნების აშშ. ადრე ვეუბნებოდი თუ არ ინერვიულობთ ადამიანს. ეხლა ვეუბნებითო. კი, რა თქმა უნდა, ინერვიულობთ, მე მოდიან და ვეღარ ნერვიულობ რაღაცა ბატონო. არჩევანის თავისუფლებას აძლევ. ხო, იმიტომ რომ ნახეთ უძახი არა და ის გეწინააღმდეგა. აბა როგორ არ ვინერვიულობ? კი ბატონო, ინერვიულე ეუბნები. ნამდვილად. ბატონო არსენ, ორიოდე სიტყვით თქვენს კოსმონავტობაზით რო გვითხრათ. ეს ასტრონავტობაზი. კოსმონავტის საბჭოთა კავშირი, ასტრონავტის ხო, სოფლიო. მართალი. მოკლედ გეტყვით 2014 წელს კიბოს გადატანის შემდეგ ფილადელფიაში გავიარე ოფიციალური ტრეინინგი და გავხდი პირველი ოფიციალურად სერტიფიცირებული ასტრონავტი საქართველოსი. დიახ, კი ბატონო, ქართველი ვარ ნამდვილად და იმას სანამ მკითხავდეთ რომ გინდათ გაფრინდეთ ან გაფრინდით, დიახ, ვფიქრობ 65 წლამდე, ან ცოტა მერე ოფრინდე. მანამდე ალბათ განვითარდება კოსმოსური ტურიზმით წესით. ხო. ასე ამბობენ. კარგი შენიშვნა, ალბათ. მას კი რაღაცას იზამს. ალბათ. და ეს უფრო ბავშვობის ცნება იყო თუ ჩემო ვირფასო ბატონო გიგა ყიბულში წარმოდგენა შეგიძლია 1900-იანი 1960-იანი წლები ქვანახშირი შავი თოვლი რომ სარჟი მოდიოდა გაგარინი უკვე გაფრენილი ხო და აი გაგარიზე მინდოდა გაგარინი კი გაფრენილი ვარ ყიბულში ბავშვი სკოლაში წავლა ახლა მე კოსმონავტი გავფრინდებიო მაგრამ ეგ რომ აზრშიც რომ დაუშვა სრულს დაგიძახები ხო ანუ რა თქმა უნდა მე ესეთი რამე მაგრამ მე რო გავიგონე სანდრო ვახტანგოვი გარდაიცვალა ჩემი მეგობარი ცნობილი რეჟისორი იყო იმან მომიყვარო ეს რო ითარდება ჩავიდე გონებაში და მე მივახცე იმას რომ გავიარე ტრეინინგი და ამას რაიმე სპეციალური ფიზიკური მომზადება გაიარეთ რაიმე ჭირდება დიახ რა თქმა უნდა ტრეინინგს გადიხარ ოფიციალურად ანუ აი მაგალითად ეს კოსმოსური ტურიზმი ძალიან მაინტერესებს თემა რო ვითარდება ადამიანს შეუძლია ნებისმიერი გაფრინდეს თუ მზად უნდა იყოს გარკვეული ნორმატივები. ნებისმიერ შეუძლია მოინდომოს და ისწავლოს და ნორმატივები ჩააბაროს და მერე გაფრინდეს თუ გასაფრენად ექნება. დღეს მაგალითად აი თვითონ ისე შეგვიძლია შერეკილებში უიმოდ გაფრინდეს. ხო, შერეკილები გენიალურია რა თქმა უნდა და ზუგნურიდან არის, ზუგნურია ჩემს სოფლის მაჩვენს. ერთავზე ბრეგვაზე. ზუგნური არა, ზუგნური. ხო, ერთავზე ბრეგვაზე იქედან. კი ბატონო. და აი დღეს მაგალითად თვითონ რო ფრინდება ვიღაცებს ეს სუდად მოხდებს წნევის ცვალებადობა და ასე შემდეგ. იგივე იქნება ალბათ. ვიღაცებს რა უნდა კოსმოსში. რა უნდა თაერში. კი ბატონო. კარგი ბატონო. თუ არა გვაქვს და მაგაზე מחარჯია. დაჭირდნენ სახში. თქვენი დამოკიდებულება ხელოვნებასთან. და მან ერთი ისეთი მე პრინციპული კითხვა იქნება მე მაგ ჩემი ხედვა. მე რა ამოალა რა არის თქვენთვის ხელოვნების მწვერვალი? თუ არის ეგეთი მიმართულება ხელოვნებაში? ეს არის ხატვა, ფერწერა, პოეზია, მუსიკა და ასე შემდეგ. და რომელს გამოარჩევთ? შეხედეთ? აი კითხვა მომეცით, ვაი თქვენი ბრალია? შეხედეთ? აგერ არის ლექსები, აგერ არის მანტრები, აგერ არის ხარტყოფნის ნიჭი, პოეზია, პროზა, ცალკე არის ექსპრესიული ლიტერატურა ჩემს მიერ შექმნილი. 50 წლის წავი პირველი ლექსი რომ დავწერე, ისიც გაჯეტში. ანუ ტელეფონში და საერთოდ ყველა ჩემი იქ არის დაწერილი და ექსპრესიულად იმ მომენტში და არა ცალკესად მიიჩნევ. 53-ის ვიყავი, ხატვა რომ დავიწყე და 37 გამოფენა მქონდა მსოფლიოში, აი ჩემი ავტოპორტრეტი არის. რა თქმა უნდა. 58-ის ვიყავი, მეტალ არტის შექმნა რომ დავიწყე პირველ ნიუ-იორკში დავდგი და მე 5-ვე კონტინენტზე და გითხარით რომ სიმაღლეებით ეიფელის კოშკს ასდა მეთქი. ემპათიის, შუქურას, ბედნიერების გალაქტიკა და სხვა.
მუსიკის წერა ვიფიქრე, აბა თუ ხო ვიძახი რომ შეუძლებელი არაფერია და ერთი თუ შევძლებ 57 წლის ვიყავი რომ აი მანტრებზე შეგიძლიათ გადაშალოთ და მიუშვიროთ ტელეფონიზე და ნახავთ ჩემს დაწერილ მუსიკას თავის მანტრაზე, ელექტრონულ მუსიკას. ხო? სოციალურ თათაც წერს მუსიკას და ძალიან კარგი. ფოთაშორის კი არა, ყოჩაღმას. ელექტრონულ. ჩემზე პირველად ახალგაზრდა და რამდენს დაწერს ჩემზე მე. თითქმის ყველა ტრეკი ეგრეთ წოდებული მაგ მოსმენილი და მართლა ძალიან მადლობა დათო, დიდი. და სოციალურს აი მაგას ვამბობ, ჩემი გაგებით მე მგონია რომ ხელოვნების მწვერვალი მაინც მუსიკაა. მე ასე ვფიქრობ. სალამი თქვენ გაგებას. რა გითხრათ? ჩემი გაგებით ხელოვნების მწვერვალი სიცოცხლეა და სიცოცხლის ხელოვნება, რომელსაც ქვია აქ და აქ ცხოვრება. დევიზით შეუძლებელი არაფერი. აი ეს არის ჩემი. და ერთი ფრაზა მეტის დატოვება რო არ შეგეძლოს, არასოდეს თქვა არასოდეს. Never say never. და ერთი კითხვა მაქვს, მე ხელოვნებაზე ამოვწურავ. თქვენი საყვარელი და მისაბაძი და სპეციალურად მომფამსტვას ფერმწერი. და მაქვს ეჭვი ჩემი წინასწარი ვინ შეიძლება იყოს. Dr. AG. Dr. AG ჩემი მისაბაძი ფერმწერი. არსენ გვერდით. მე მხატვარი არა ვარ, ბატონებო ნახეთ. არც ხელოვნებად მწოდნე, ხო? როცა აიცით რამე აი მიქელანჯელოს ან რაფაელის ან სხვა. მე ისინი მე მხოლოდ სამთვიანი მისი რა ქვიან 6 თვე აკადემიაში ვსწავლობდი მხოლოდ ისიც უკვე დიდობაში და ახლა აგერეთი 7 წლის უკან თუ რა ვიცი რამდენის და სოტმის ინსტიტუტ of art 3 თვიანი ონლაინ კურსები ნიუ-იორკში დავამთავრე 100-დან 100 ქულა მივიღე, მაგრამ ეს იყო არტი როგორც გლობალური ბიზნესი და დინამიკა არტისა დედამიწაზე. ანუ ჩემი ერთი მარტივი სიტყვა ცხოვრების ამბობს. რაშიც ექსპერტი კი არა, ახლოსაც არა ვარ, იმაზე მსჯელობა ვირის ყროყინზე უფრო უხერხული იქნებოდა ჩემთვის და ამიტომ ჩემი ფერწერაც ეს არის, აი ესეც ჩემი ფერწერა, სხვადასხვა სიყვარულის ემოცია ქვია, ამაზე მე ლექსის დავწერე, მანტრას და მუსიკაც და ეხლა პატარა ნაწილია ეს ხო ნახატის და ის მე სიამოვნებას და ბედნიერებას მანიჭებს. თან ჩემი საკუთრება. და სულ არ მომბობ ისე, იცი რა, ვიღაცას იქნება არ მოეწონოს. ვიღაცა თავის ცხოვრებას ცხოვრობს. ვიღაცა თავის ცხოვრებას ცხოვრობს. 10 წელი ვედარებოდი საკუთარ თავს, ბოლო 2 წელია, ეხლა დეკემბერში გახდება 2 წელი, იმასაც აღარ ვედარები, ცხოვრობ მხოლოდ აქ და ახლა. და ეს არ არის დილობის სიტყვები, მართლა ასე ვცხოვრობ. ჩა, რაში მჭირდება ახლა? მომწონს აი შეხედავ ბისმიერ ხო მაგრამ აი მიზნები ხომ გაქვთ? ებირატო არა შეიძლება ერთი მთავარი მიზანი მაგრამ მთავარი მიზანი ჩემი არის იკიგაი დარჩენილი სიცოცხლე მთავარი მიზანი არის უკეთესი გავხადო სამყარო ელნელა კი ჩემთვის პირველ რიგში და ამის შემდეგ სამდისაც ხელი მიმიწდება ვიდრე ის იქნებოდა ჩემი ყოფნის გარეშე და ამისათვის სამსახურში ერთი ცხოვრებით კლინიკაში დღეში მინიმუმ 3 ახალ სიცოცხლეს ქმნის და კლინიკა თავისით არ მუშაობს მას თუ არ აყავს პატრონ მოყვარებელ ხელმძღვანელი მეორე ბედნიერების და მშვიდობის საელჩო ბავშვებისთვის კარცერ ლუქსი ჩემი ტყიბული სკოლისთვის 10 წელზე მეტი იყო ჩემი ფერწერა მუსიკა მანტრა წიგნი ლექსი კექსი სექსი რა ვიცი ყველაფერი რომელიც საკუთარ თავში რაც შეიძლება უკეთ აღმოვიჩინო ბედნიერება და გავავრცელო ის რომ ადამიანებმა რაც შეიძლება მარტივად საკუთარ თავში საკუთარი ბედნიერება აღმოაჩინონ. იმიტომ რომ ჩემი ბედნიერება იმათ შეიძლება ერთხელ რაღაცა, მაგრამ სხვისი დაფრთხოვანება შეუძლიათ ადამიანებს, ვისაც საკუთარი თავით შეუძლია აფრთხოვანება. მხოლოდ მათ შეუძლია სხვისი დაფრთხოვანება. დანარჩენი ერთხელ მოეწონება, მერე აგრესია იქნება და უამრავ რამეს მოძებნის. ამიტომ თქვენ თავში თქვენი ბედნიერება აღმოაჩინოთ, აი ეს ჩემი ერთ-ერთი მიზანია. მაგრამ ამისათვის ჯერ მე უნდა აღმოვაჩინო ჩემ თავში ეს ბედნიერება. აი ეს არის ამისთვის მოვედი მე რომ ჩემი ბედნიერება აღმოვაჩინო, ბედნიერების კლასიკა ურთიერთობის 95%-ში თქვენთან ერთად გავიარო. აი ეს არის ჩემი მიზანი. ბატონო არსენ. დანარჩენი ყველა ჩემი ქმედება სიამოვნებით ემსახურება ამ მიზანს. Sorry.
პირიქით. რას ნიშნავს იყო თავისუფალი მოქალაქე დედამიწის? კარგი კითხვა. ორი მარტივი პრინციპი, უმარტივესი. ჩემი თავისუფლება უნდა იყოს უსაზღვრო, უნდა ჩერდებოდეს იქ, როდესაც ვიღაცის თავისუფლების border საზღვარს უახლოვდება, ეს იქნება ბოგანო თუ ზეგანაწლებული მდიდარი თუ მოწყვლადი და მეორე, რაც არ უნდა ცუდი ან რთული იყოს კანონი მისი ღირსეული კანონმორჩილება. ცუდი კანონიც ერთმა მკითხა. დიახ, ცუდიც მეკითხა, იმიტომ რომ თუ ის უკვე კანონია, მე რევოლუციონერი არა ვარ, მე ევოლუციონერი ვარ და თუ მე მარტივად აგიხსნით მეკითხარი, თუ მე არ შევასრულებ თუნდაც იმ ცუდ კანონს, მე რაღაცა ფორმით შემეზღუდება ჩემი თავისუფლება და ვერ გავაკეთებ იმ ჩემ თავარ მიზნებს, რაც მაქვს. მორალი ბატონებო, თუ უკვე გეზღუდებათ თავისუფლება თუ უკვე მეზღუდება თავისუფლება და ეს მოითხოვს პირობითად რევოლუციურ ნაბიჯებს თქვენგან. ნახეთ, ეს თავისი არსით კარგი კითხვაა, მაგრამ თქვენგან მოვითხოვ ნეიროქირურგიული ოპერაციის გაკეთებას. მე რო გითხრათ თქვენ თქვით, მე არა ვარ ნეიროქირურგი, ვერ გავაკეთებ. თქვენ თუ არა ხართ რევოლუციონერი, თქვენ რევოლუციას ვერ გააკეთებთ. გასაგები. მარტივი, ძალიან მარტივია ცხოვრება. და თუ გაქვს უნარი მაშინ თუ გაქვს უნარი და გაქვს სურვილი, აკეთებ იმას, რაც გაქვს. მაგრამ თავისუფლებაა. თუმცა თუ სხვის თავისუფლებას ესხმი, მე კი არ ვამბობ, რომ ჭეშმარიტებას ვაღადებ. მე გეუბნებით, რითაც მე ვცხოვრობ და ხელმძღვანელობ და ჩემი გაგებით რას ნიშნავს თავისუფალი მოქალაქე. აქვე გეტყვით. მორალი ბატონო, მორალი მორალზე ჯერ კიდე ნიჩსი ამბობდა, სუსტება მოიგონეს ძრილების წინააღმდეგო და კაცი შვენს არ უნახავს, მორალური, განათლებული, ღირსეული კაცი სხვის მორალზე თითის გაშვერით საუბრობდეს და ამბობდეს ის უღირსიაო. ამას ღირსეული ადამიანები არ აკეთებენ და საერთოდ ჩვენზე ცუც იცით ვინ ლაპარაკობენ. ერთ პატარა წიგს ვაკეთებ ჩემ ქალიშვილთან ერთად, იპოვეშენი ბედნიერება ქვია. ჩვენზე ცუდი ადამიანები. ჩვენზე კარგებს, ჩვენზე სალაპარაკობთ, უბრალოდ არ ცალიათ. ახლა, ჩემზე ცუდი, ჩემზე რას ილაპარაკებს? პატივისცემა მას მისი წილი. როგორ თუ გაგინებს მაინც პატივისცემა მისი წილი თქვა, მე და ახლა არ ვიად რა არის მისი წილი. არც არის საინტერესო ალბათ. დიდად. ხო, შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ თუ იმაზე დაიხარჯები, დროს და საქმეს ვერ გააკეთე, შენ მიზანს ვერ გაასრულებ და იმას ვერ შეძლებ ვირის და ვეფხვის იგავი მოუყევი წეღან. ვირს პატივისცემა სავსეა ვირებით და ზებრებით აფრიკა რო დავდივარ. მაგრამ ლომი სულ რამდენიმეა, მაგრამ ის ლომია და ის მილიონი ზებრა. თანაცხოვრების უფლება აქვს. მე როცა ვიქნები ზებრა, მეც ვიკონტროლებ ზებრებთან და დღეს ლომი ვარ და ვარ ლომი. ისე ზოდიაკით ვარ ლომი ამას გვინდა. ოჩო. ლომები ყოლია. მიყვარს ეგზოდიაქო სხვათა შორის. მე იმდენად ტოლერანტული გავხდი. გაგეცინებათ, გაგეღებებათ, ან დაიჯერებთ, ან არა თქვენი თემა. ჩემთვის თითქმის მიუღებელი და გაუგებარი არაფერი აღარ არის. ყველაზე მძიმე დანაშაულის ჩამდენიც კი ტოლერანტულად შემიძლია გავიგო, ეს კი არ ნიშნავს მომწონს, მაგრამ გავიგო რომ ის იმ მომენტში იმას აკეთებდა, რატომ აკეთებდა აგრესიული იყო, ბავშვობაში დაემართა, მერე მოუვიდა რაკნა, ეს ახსნა, მაგრამ თუ ის კანონს არღვევს, კანონ აღსრულებამ შეიძლება ეს შეცვალოს, ან ვერ შეცვალოს, მაგრამ ის რომ გაუგებრობის აღშფოთება დამემართოს, ესეთი აღარა მაქვს. არ ვიცი, კარგია თუ ცუდი. ბატონო არსენ, თქვენ რომ დედის გინებით ამიკლოთ ახლა და მე მეთქვა რომ ეს რა ხალხი ყოფილა დამპატიჟეს დედის საგინებლად. არ ვიტყვი ამას, ვიტყვი რომ ბიჭო რა საინტერესოა და ოდეიბება დამპატიჟეს და მე მოინდომეს რომ დედა მაგინონ და დედაჩემ დღეს დამირეკა და დედას ალცგეიმერი აქვს და ვიტყვი რომ არა ქალამათ, ესე იგი რა მაგარ საქმეზე არის 10-ის ნახევარს ჩემი დედის გინებისთვის დამპატიჟეს. მაგრამ ასუხად ვერ დავიღურები. რამდენიმე დღის წინ მქონდა ზუსტად მაგაზე საუბარი, რომ აი ზუსტად თუნდაც აი ეს ძიმე დანაშაულის ჩამდენებზე
ნაკლად მიიჩნიეს, ჩემ ნაკლად, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც გამართლებას კი არ ყოველ თქვენ მოსამართლე ხართ? არა, როგორ აბა გეკადრება. ნაკლად მიიჩნიეს რას ნიშნავს? უბრალოდ საუბრობდით მეგობრებთან ერთად, რომ იმათ რომ შემიძლია რომ მიიჩნიეთ ნაკლად. გავგო, ხო, ნებისმიერ იმათ რომ ადამიანს. მიიჩნიეთ და კი, კი. ისინი ექსპერტები არიან მაგ საქმეს. არა, უბრალოდ მეც აღნიშნავ მაგას, რომ ხო კი არ შემიძლია მიიჩნიეს, ესე იგი იმათ ასეთი აზრი აქვთ, ხო? ნახეთ, დეფინიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მიიჩნიეს ნიშნავს, რომ შემაფასეს ექსპერტებმა და თქვენს რომ ეს ამას დეფექტია, ეს აქ, ეს აქ, ხო? მათ თავისი აზრი აქვთ. პატივისცემა მათ. პატივისცემა აუცილებლად, რა თქმა ხო, უნდა. რა უბრალოდ მე მინდა და მითქვა, რომ შეიცვალოთ აზრი, ან არ შეიცვალოთ, ისინი შეიცვლიან, ან არ შეიცვლიან. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ ადამიანები კამათის ოქროს წესი ერთი ნახატიც გავაკეთე, არ შეხვიდე კამათში. თუ ადამიანები ვერ თავდებიან და მაინც კამათობენ, რბილად რომ თქვათ, უგუნური. თლად არა, ეგ არ არის ტოლერანტობა ვიღაცას უგუნური უძახოთ, ჩემი გაგებით. რბილად რომ თქვათ, მოსწონთ ეს ფორმა და მელას თავის მაყჭობელა უყვარდა. მე ვერ ვიტყვი ახლა თორე ძალიან კარგი გამოთქმა მაქვს მაგასთან დაკავშირებით, უბრალოდ ნინო მიყურებს და ხვდება ალბათ რისი თქმაც მინდა. მე რა ვიტყვი ცალკე. თუ გამათობენ და ამოჭრით რა პრობლემა. თვი დამოჭრეთ. ბიჭუების დატოლებას ვეწარ. იცით ნახეთ როგორ არის ჭუჭუ შეიძლება ჩამოყალიბდეს ან დატოლებას ვერ ამბობდი? არა, ჭუჭუებს. ფალოსად ან ვერ ჩამოყალიბდეს. ისევე როგორც ადამიანთა უმეტესობა პიროვნებად ვერ ყალიბდება. მაგრამ ასეთი უმეტესობაა ბატონებო, უმეტესობაა ბოდიშის მოთხოვნით ასეთი და თუ ჩვენ იმას არ გავუწევთ ანგარიშს, მაშინ ამ რეალობაში ვერ ვიცხოვრებთ, ხო? გეთანხმებით. და ჭუჭუებიანიც და ჭინჭლებიანიც, ჭუჭუებიანიც და ჭინჭლებიანიც ისეთივე უფლებებით სარგებლობენ კონსტიტუციას რო უძახით, როგორც კარგი ვაჟკაცები. ხო? განტოლება ერთია. ანუ კანონი ერთნაირია. და მათი ჭკუა თუ ვერ არის ისეთი მწიფე, ან ჩემია უფრო მწიფე, ან ვერ მწიფე, გადამწიფებული, ეს არ ნიშნავს რომ მე მათ შეურაცხყოფა ვაყენო. არა, რა თქმა უნდა. ასე იგი. ხო, ეს ჩემი აზრი არა. კი არ ნიშნავს რომ ჭეშმარიტება. ხათა ბლიცზე გადავდივართ? ბლიცზე არა. ხო, კურდღელი გაქვს სტაფილოთი? მალადეც? აი, კურდღელია თუ გოჭი ვერ დავადგინეთ. ჩემი შვილის ნახატია და კუგო დაარქვა, იმიტომ რომ ორივეა მეუბნება და კუგო ქვია ამით. კუგო, ის სტაფილო ნაღდი სტაფილოა? ნაღდი სტაფილოა. მაგრამ ცალი ყური კურდღლის აქვს, ცალი გოჭის. ფეხიც. ჰიბრიდი ყოფილა რა? ხო, რაღაცა ეგეთი. არის. ბატონ არსანი, თქვენი აზრით რა გავლენას ახდენს გენები ადამიანზე? აი, ფესვებს რო ეწახიან და შეიძლება თუ არა რომ რადიკალურად განსხვავებული იყო მშობლისგან, წინაპრებისგან და აბსოლუტურად სხვა გზა აირჩია ცხოვრებაში წინაპრებისგან განსხვავებით. მანდ მექნებოდა კიდე ერთი პატარა ის რომ იმდენად კარგად ახსენით თბილად ტყიბული და ეს ეგეც საინტერესო იქნებოდა დღევანდელი კავშირები თქვენი. კი ბატონო, თქვენ წასვლა არ გდობებია დღეს ამაღამდა. კი ბატონო. რაღაც პირველი რადიკალურად განსხვავებული, ახლა წეგან გითხარით ოჯახში კი არა, გვარში, სანათესაოში, ახლოში არავინ მქონია ექიმი. მარტო პროფესიაზე არ ვკითხულობ, რა თქმა უნდა. პროფესია დიდი ნაწილია ადამიანის ცხოვრების რა თქმა უნდა. მეორე. ახლა ნახეთ, წეგან გითხარით რომ თუ რაიმეს ცოტათი მაინც ექსპერტი არა ვარ, მიმაჩნია ვირს არ ვიტყვი ზებრული სიბრძნე იმაზე ვიმსჯელო თქო და გენეტიკა რომ ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს, ეს საქვეყნო ცნობილი, ამას ჩემი ტაშის ყურა არ სჭირდება. რადიკალურად განსხვავებული შეიძლება იყოს? დიახ, რა თქმა უნდა, რამდენიც გინდა თქვენი ნაცაობა იქნება და მეზობლება ასეთი შორს ვარ წახვიდეთ და დიახ, დიახ და დიახ. რაც ეხება ტყიბულს. ნახეთ, ალბათ ძალიან დიდ მე რომ მკითხეს ერთხელ კოსმოსში რატომ მიფრინავთ ტყიბული მინდა იქიდან დავინახოთ ოთხარი და ნახეთ ტყიბული ჩემ სკოლაში მშობლიურში რომელიც დავამთავრე 10 წელზე მეტი კარცერ ლუქსი სამკითხველო მქონდა მოწყობილი ახლა სკოლა იყურება რემონტზე რამოდენიმე წელი და ეს ჩემი მთელი მუზეუმი გამომატანეს რომ სანამ რამოდენიმე წელი დასჭირდება ძეგლი მასწავლებლებს დაუდგი 2 მეტრზე მეტი მადლიერების ძეგლი
თავისუფალი მადლიერება მზესავით თბილი ბედნიერებაა თქო, ესე წავაწერი ამ ძეგლს. და ეხლა ის გადმოვიტანი აქ სკოლაში ბედნიერების და მშვიდობის საელჩოში ბავშვებისათვის. ჩემი გამზრდელი ბებია მარიამ მაღლაფერიძე, ბაბუაშვილთა ბუჭოშვილი მამა, მურატ გვენეტაძე, დედა ნანი ბუჭოშვილი, პედაგოგი, ინჟინერი და სხვა. მთელი ჩემი საინტერესო ცხოვრება. და აი ახლა იმ ავტობიოგრაფიულ წიგნზე როცა ვმუშაობთ, გამოვაცოთ ახანში და ნახავთ, თითოეულ მათგანზე ავტოპორტრეტების მოკლე ლექსებიც კი დავწერე და მათი ცხოვრება, რა თქმა უნდა, ჩემთვის არა მხოლოდ ძვირფასი, საინტერესო და რაღაც ნაწილების ის მიზანდასახულობა, როგორც ნახე ბაბუიდან მქონდა შრომის უნარიანის თავდაუზოგაობა და საკუთარი ცხოვრებით მარტო თავის გატანა, მამა ჩემი, რომელიც სრულიად 6 თვისას მამა გარდაეცვალა, 6 წლისას დედა და გაზარდა ზუღნურში ბებიამ, მამიდამ და ბიძამ. დედა ჩემი, რომელიც 30 წელზე მეტი სამუსიკო სკოლის დირექტორი იყო და სრულად მიუძღვნა ამას ყველაფერი. ყველასგან ვფიქრობ, რაღაც ნაწილი ნათელი ბებია, რომელმაც გამზარდა და სრულად თავისუფლების და იმედის უზღვავი მარაგი მოცა. ფულმა არ გადაგრიოს ბებია და გადაგრიოს ის ქუთაისელი იყო სალაპარაკობდა და უფულობა არ შეგაშინოსო, ერთიც ბევრი გვინახავს და მეორეცო. ეს მნიშვნელოვანი საგზალია, მაშინ როცა ძალიან გიჭირს და ჩემს დღიურებში არის რომ 2 ლარით ერთი კვირა დავდიოდი, ეს რედაქტორი რო ნახულობს ამ 90-იანი და 2000-იანი წლების ჩემს დღიურებს, ესენი თქვენ გაიერთო, ყველას გონია რომ შენას დაიბადე ჩინაპელატებით, ხო? არა ბატონო, ჩემი ოჯახი წარმატებული ოჯახი იყო, არ იყო მოწყვლადი, მუდმივად მათ შორის შეძლებულიც, მაგრამ ეს ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი იყო, რაღაც ნაწილები, ხო? ამიტომ ეს არის ძალიან დიდი სიამაყე, სიამოვნება და ცხოვრების განცი. გაშინათ მე. იყოს მას. შენ მეშინია ტაში შენთვის არ დავკრეს. ბატონო არსენ, სიმსივნე ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. კიბო, უნდა დავუძახოთ კიბო, იმას ქვია კიბო. ეშინიათ ადამიანს პირველად რო აბუირებულია თითქოს. პირველად რო გამოვედი, ეს იყო 1900 არა, 2010 წელი. მარი მალაზონიამ მიმიწვია გადაცემაში, არ იცოდა, 2-3 კვირის უკან მქონდა ბოლო ოპერაცია გაკეთებული, აღარ ამერიკა საერთოდ არ იცოდა და მოვალ მეთქი და მოვედი, ხედავს, პირდაპირ ეთერი იყო. და გამოვაცხადე რომ კიბო გავაკეთე. ხალხი ლამის შოკს წევდა, ბევრმა ვიღაცა მე მითხრა, მათ შორის პროფესორმა, არსენო, მაინცო კიბოსო ნუიტყვიო. აბა რა დაუძახო, მე ვთხარი. რა ვიცი, ახლა მაინცო ისე სიმსივნეო, აი როგორ თქვი და მე ვთხარი, ბაბუა ჩემი მახსენდება, ცხონებული შოთა ბუჭოშვილი გვეუბნებოდა, ბაბუა გველი არ დაუძახოთ, უხსენებელი თქვით, რითომ გველი შეიცვლებოდა. შიში ადამიანებს და მე 4 ტონიანი მონუმენტი ძისამოსლა დავდგი კუსტბაზე და ახლაც დგას ვალერიან ჯიქიას ვყოვე და გავაკეთებინე. სიცოცხლის ქვაქვია იმას. ადამიანებს ვინც სიკვდილის შიში დაძლია. კიბოს გადატანა. სახელი უნდა დაუძახო იმას, ბატონო. აი ეს არის ის რითა ჩვენ სიკვდილი არ თქვა შვილო, ის არ თქვა შვილო, შენთან რა უნდა? ვითომ არ მოვა? ხო და ადამიანს გონია რომ არა ბავშვობიდან ჩვენ ასე ვიზრდებოდით, ახლა თქვენ არ ვიცით როგორ ვიზრდებოდით, მაგრამ აზრათაც კი არ მოგხსნიოდა რომ შენ ოდესმე უნდა მოკვდე. კი ბატონო, გეთანხმებით. ნამდვილად ესე იყო. კიბო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სავარაუდოდ თქვენს ცხოვრებაში და აი ამასთან დაკავშირებით გვინდა რომ ველაპარაკო რა შეცვალა ამ დიაგნოზმა თქვენში, როგორ გაუმკლავდით ამ სირთულეს და რა არჩევას მისცემდით იმ პაციენტებს და ადამიანებს, ვინც ამ გამოწვევის წინაშე დგას ახლა. მან მე სანდრო ჯიჯელავამ კარგად მეგობარია ჩემი და ერთ-ერთი ტრეინინგის დროს თქვა, მეზრუნების აკადემიაში მეცვესწრებოდი ჩემი მეუღლეც. ერთადერთ ადამიანს გიცნობთო, ვინცო 61 წლის და 14 წლის ერთდროულად არისო. ანუ ის კითხულობდა ადამიანის ტრანსფორმაციას და ამბობდა რომ რაღაც დიდი რყევებია საჭირო ერთ-ერთი სახელმძღვანელოს მიხედვით რომ სხვა და თქვენ შემთხვევაში ეს კიბო იყო ტრიგერი გამშვები. მე ვფიქრობ რომ ბედნიერების ელჩის ან მსგავსი სტატუსი შეიძლება maybe ნაკლები ალბათობით გამომჩენოდა ასეთი ღიაობა თუ ვერ მექნებოდა ცხოვრების მიმართ, მათ შორის შიშების მეფის, შიშის მეფეს ვეძახი,
სიკვდილის შიშის კი ბატონო. პრაქტიკულად გაქრობა. ხო? ეს კი მომოიტანა. თვალებში რომ ჩახედავ. ყველანაირი შიში საწყისია. სიკვდილის შიში ყველა. ნახეთ გიგა, ალბათ სწორს ამბობ, თუმცა ჩვენ ამაზე არც არასოდეს არ გვაფიქრებდა, ვინმე თვითონ ვერ ფიქრობდა, შენ რას გაფიქრებდა? ვიღაცა თითოეული ფსიქოლოგი შეიძლება ფიქრობდა, მაგრამ ვინ გეტყოდა, რომ შიში სიკვდილის არის ყველაზე დიდი შიში, კისრის მოტეხის შიში, ნაკლები შიში. წესით მე ბევრად გიზი დამიწერია იმ ჩემ წიგნებში. საშიში სიკვდილი კი არ არის, საშიში სიცოცხლეა, რომ დაფიქრდეთ ლოგიკურად, ხო? სანამ ცოცხალი ხარ, მანამ შეიძლება რაღაცეები ტრავმა იქნება თუ სირთულე შეგემყოს და რომ მოკვდები, რა უნდა შეგემყოს? მოკვდი და მორჩა, ხო? ანუ სიკვდილი კი არ არის საშიში იდეაში, სიცოცხლეა საშიში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იმან ჩემი თავისუფლება კარგად დამანახა. ისე ვერ გეტყვით რომ მანამდე არ ვიყავი გონებრივად თავისუფალი, იმიტომ რომ მე ეს თავისუფლება ციდან ჩამომივარდა. ციდან იმ თვალსაზრისით რომ საბჭოთა კავშირის დაშლას კი არ დავლოდებია, რო ჩამომიყვანეს 91 წლის 2 იანვარს და დამტოვეს მარტო, ტელეფონი არ იყო, ტელევიზორი არ ჰქონდა, ხაზის რადიოც კი არ ჰქონდა, გდანში ვცხოვრობდი, ბიდაში და ყველაფერი უნდა მიმეღო გადაწყვეტილება მე როდის მეჭამ როდის მასწავლებელთან წასვლავ სადმე სწავლა რა მექნა არავინ არ მაკონტროლებდა ანუ სრული მობილიზება იყო ჩემზე თავისუფლება მქონდა ამიტომ იყო როდესაც ჩემი ვაჟი 18 წლის გახდა ლუკა თქვენ რო იცნობ მე ვთხარი არ ვიცი რა უნდა გაჩუქო არსაც ამიკითხავს არსაც გამიგონია მეთქი მოვიფიქრე ესეთ რამე გჩუქნი თავისუფლებას და დამოუკიდებლობას მიიღე გადაწყვეტილება და პასუხი აგე მასზე თქვა ასე ცხოვრობს უკვე 29 წლისა ქალიშვილიც ბუნებრივია იგივე იმას კიდე ცოტა უფრო ადრე, იმიტომ რომ ერთი მეორე ხო ხედავთ რომ იზრდება, მე შენ სწავლობ მშობელი. ნახეთ რა მარტივი რამეა. თუ შენ როგორ კაცო, მე შენ შვილო ჩემთვის სულ ბავშვი იქნები. ვეღარც ჩემ ცხოვრებას ცხოვრობ, ვეღარც მის ცხოვრებას ცხოვრობ. იმას სიცოცხლეს უმწარებ, ჩემსას ასჯერ ვამწარებ. ცხოვრობს ესე როგორ ცხოვრობს. იმაში სწავლობს ირლანდიაში და შეიძლება ერთი კვირა გავიდეს და ერთმანეთი არ მოვიკითხოთ. ან მიწეროს დედამისმა, ან მე და იმან ვერ უპასუხოს გამოცდები მქონდა მე რეკეთა. ანუ ვაიმე საწევდე შუში დღეს არ მიხვიდი შვილო სახში. ვაიმე რაკენი შეჭამე მოფისე რა გააკეთე. 18 წლის არის და მე უთხარი, მომისმინეთ მეთქი. მე 17 წლის ნახევრის გამომიშვეს თბილისში, ვითომ თბილისში შორს არ არის, მაგრამ როცა არავის არ იცნობ, არც არაფერი და არავითარი კომუნიკაციის საშუალება არ ქონდა. იმ პერიოდში შორს იყო. დიახ, ძალიან შორს იყო. ძალიან, იმიტომ რომ ნაცნობი მე მყავდა, ერთ ნაცნობი მყავდა, სამთავროს ცხოვრობდა მეორე და ამასთან კომუნიკაციაც არ იყო მაშინ. კომუნიკაცია არ იყო. ამიტომ ვთქვი მე თვითონ ცხოვრე, ესე ინძი ცხოვრე. მე რო რამე ვერ ქნასახა და მისი უკვე ისე მყავდა და თქვა მოვემზადე ჩვენ. მაუნა იცხოვროს თავის ცხოვრება. კარგად ცუდა. მისია იცხოვრება და როგორც უნდა ისე უნდა იცხოვროს. ორჩა, მე არ ვიცი თქვენ ამ ხელაშვილები გყავთ, მაგრამ და არ ვიტყვი რომ ამას რჩევას არ რჩევ. არა, მე მაგალითად გეტყვით, აი 15 წლის გოგო მყავს. და ახლახან იყო ეს საუბარი ერთი თვის წინ, უთხარი რომ მოდი შენ სკოლაში წახვალ თუ არ წახვალ, შენ თვითონ გადაწყვიტა. მე აღარ გეტყვი. ანუ მან უნდა გადაწყვიტოს თვითონ იაროს თუ არ იაროს. ყოველთვის ვცდილობ რომ ის პიროვნული თავისუფლება მიიცე. დადის. ფანტასტიკურია. როცა უნდა დადის, როცა უნდა, მაგრამ ძირითადად დადის კი. მაგრამ მე აღარ მეკითხება წავიდეს სკოლაში. რომ გადაწყვიტოს, მან არ დადის. ხვალ რომ გადაწყვიტოს მან რომ ხეხლა ნახეთ აქაც არის ცნობიერება ყველა ბავშვი ერთნაირი მზაოტუბით ვერ არის გონებს მაგრამ თქვას რომ მე მინდა წავიდე სტილისტობა მინდა ვისწავლო კი ბატონო ფანტასტიკურია იქედანაც შეუულია გახდეს მე თუნდაც პრეზიდენტიც კი ხო გავიგზავნოთ მაშინ ბლიც კითხვებია რომელზეც უნდა ნახევარი სიტყვით უპასუხო არა წავიდა. თუ და სამი ერთად ვიდო მე ერთად ვფოსხებ ერთი სიტყვა. უცხო პლანეტაზე თუ მოხვდებოდით? სიამოვნებით. ძალიან კარგი და რას გააკეთებდით პირველ რიგში? რაც საუკეთესოდ მომეჩვენებოდა იმ მომენტში. ბედნიერი ვიქნებოდი იმით. და? ბედი უკეთესი რა უნდა გავაკეთო? ბედნიერი ვიქნებოდი ინტერესით. რომერ გაგეცლოთ? შეისწავლიდით? ესე იგი იქ მოკვდებოდით. არის შეისწავლიდით ამ პლანეტას სავარაუდოდ, ხო? ვერ გეტყვით, არ ვიცი. შეიძლება დავждებოდი და რაღაცას დავწერდი.
რომელია ყველაზე ისეთი რჩევა, რომელიც მთელი ცხოვრება გახსოვთ რა. აი, ვიღაცამ მოგცათ ერთი რჩევა, ერთი წინადადება ხო არის რაღაცას ცვლის, ძალიან მნიშვნელოვანს თქვენ ცხოვრებაში. ეგეთი კითხვა თუ რჩევა თუ გახსენდებათ. Yes. როცა წიგნზე მუშაობდით, რო წეგან დავიწყეთ, ჩემმა ქალიშვილმა და მისმა კლასელმა პატრიმ ბადუკამ მითხრეს. რჩევა არასოდეს არ უნდა მისცეთ ვინმესო ფსიქოლოგმა გვასწავლა. ეს როგორ მივთხარი? თუ თქვენი რჩევით ვერ მიაღწია რამესო. სულ იტყვისო აი რომ დაუჯერე ამ კაცს, დავით დაუჯერე არსენს თათარ. მითხარი ეს საინტერესოა. აბა როგორ მოვიქცე, როცა კაცი რაღაცას მკითხავს და მე რაღაცა მგონია რომ ვიცი ამის შესახებ. ეგ ჩვენ არ ვიცით. ვიმსჯელეთ და მას შემდეგ დღეში მინიმუმ 2-3 ჯერ მიწევს ამის გამეორება. ეს რჩევა არ არის, ეს რჩევა არ არის, ეს რჩევა არ არის. მე დავანახე ნახატის მიუძღვენი. დაგანახებთ რა ვიცი, როგორც ხელის გულზე ამ საკითხის შესახებ, რა გზები მათ შორის პაციენტებსაც ვეუბნები. თქვენი შვილოსნობის მოგვარების გზა არის ასე, ბუნებრივი in vitro ლაპარასკოპია, ამას ამდენი დრო სჭირდება, ამას ამდენი შესაძლებლობა აქვს, ამას ამდენი მატერიალური. აირჩიეთ თქვენ რომელსაც აირჩიეთ, თქვენ რას მირჩევთ ექიმო? მე ცოდნას გიდებთ ხელის გულზე. მე რჩევას ვერ არჩევანი თქვენზე. აი ეს არის ისეთ სხვა შორის იმ ნახატს დავარქვი ესე არჩევანი არადან. ეს არის ალბათ ერთი რომ ადრე ვამბობდი შეგონებებიდან ბებიამ რომ მასწავლოთ უფლება არ შეგაშინოს და ფულმა არ გადაგიგოს. მე ვამბობდი ერთის თქმის დატოვების უფლება რომ მქონდეს თქო. არასოდეს ამ ფრაზას დავტოვებ თქო ფრაზად, მაგრამ რჩევათ აი ახლა აი ამას დავტოვებდი რომ რჩევას ნუ დაარქმევთ თუ ვინმეს თქვენ ცოდნას გაუზიარებთ. სამჯერ მაინც უთხარით ეს რჩევა არ არის. თუ გინდათ რომ ის ადამიანი კეთილგზაზე რითი დააყენოთ, იცით? თავის პასუხისგებლობა იგრძნოს იმ გზის არჩევისას და არ აკიდოს. მე ამ კიდებს თუ არ ახლა ეს უკვე არაფერს იზამთრებს ცხოვრებაში, მაგრამ ის პიროვნებით ჩამოყალიბებისათვის უკეთესად მოემზადება, რომ იფიქრებს, რომ ამ გადაწყვეტილებას რო ვიღებ, საკუთარ თავზე მქონდეს ეს. თქვენი აზრით რატომ არის ასეთი რთული, განსაკუთრებით ალბათ საქართველოს მაინც გაუსვამთ ხას პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე და ქმედებებზე და მაინც რატო ვიშვერთ ერთმანეთისკენ თითს? ბოდიში თქვენ რო სიტყვა დაასახელეთ წაღან, დაახლოებით ეგ არის ის პიროვნებად თაობები ვერ იზრდებოდა, ჩემი შვილია და 50 წლის კაც მოიყვანს ან ქალს და ვაჟს და დედამის მე ვიცი შვილო ჯერ მე მოვყვები და ასე შემდეგ. ანუ შაჭიდებული თაობები არ აძლევდნენ საშუალებას შემდეგ თაობებს რომ ის ცუდ თუ კარგ პიროვნებად როგორმე ჩამოყალიბებულიყო. ის შეუმდგარ ინფანტილიზმით, ამაზე ჯეიმს ალენი წერს, ზრდასრული, მაგრამ გონებით ბალხი. მიუხედავად იმისა, შეიძლება ციკლოპენტან პენჰიდროპენანტრენი, ანუ რაღაცა სპეციალობა იცის კარგად, იმას იქეთის ბავშვურად იქცევა ყველაფერში. ვერ განვითარდა და იმიტომ. მათრიცხეში გაულაწუნე. ხო, მაგრამ რო გაულაწუნა ხო ნახეთ რომ იმდი არაფერი ეშველა, ხო? ნარგიზა მოეწონა, მაგრამ არც იმით არაფერი ეშველა. ერთი კითხვაც. თქვენი აზრით, რა არის ცხოვრების აზრი? საზრისი ცხოვრების რა არის? ეს კარგი კითხვა. На миллион. კითხვა არის $1,000,000-ზე მინიმუმ ევროზე იყოს. ნახეთ. მარტივად როგორ ვუპასუხო ამ კითხვას? თუ გინდათ რთულად. მიზნის დასახვა და მიზნისკენ სვლა ადამიანური ყოფის მთავარი ხაზი, ასეთი მანტრა დავწერეთ თავის დროზე და ეს მე არ მომიგონია, ეს შევისწავლე და გავითავისე. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ რო გაიმეოროთ თუ მიზნის დასახვა და მიზნისკენ სვლა ადამიანური ყოფის მთავარი ხაზია, სიცოცხლის არსი. ასე მგონია მე. ბედნიერებს ერთ თავისუფალი მოქალაქე არსი. უღრმესი მადლობა. ბევრი მადლობა ვისწავლე მე. უღრმესი რა არის, არ ვიცი ეთყობა ჭასთხრიდან და იცის ღრმა რა არის. ძალიან ცუდად ამბობენ ხოლმე. უღრმესი და. უღრმესი. ეგრე ამბობენ. უღუმვა, სტასო უღუმვა. დიდი მადლობა, კარგია. ბევრი მადლობა მაგარი. ბევრი მადლობა. სად მოვისმინე იცით? დიდი მადლობა თქვენ. კი ბატონო, ბევრი პატივისცემა თქვენ. პანდემიის დროს გოგო და ბიჭი მიდიოდნენ, ნიღბებით რომ დავდიოდეთ ქუჩაში და ამ გოგომ ამ ბიჭს უთხრა ბევრი მადლობა. ხო, კარი, ყურდა ძალიან მომეწონა. Very much. ხო, ბევრია. სხვა ენაზეც რომ ნახე და ბევრი ნიშნავს ბევრჯერ მადლობას. ჩემმა ბევრმა მეგობარმა
მოიწონა და აიღო დაახლოებით 4 წელი ამას ვიყენებ მე მიწერ მოწერაშიც ბევრი მადლობა ვეუბნები სპოტიშორის ისე მადლობა რომ შეაფასო დიდი ვერ განო ყველაზე მეტად მადლობა ბევრი უხდება ხო დიდი როგორ შეიძლება იყოს მადლობა ბევრი შეიძლება ღრმა იყო და ყველაზე უღრმესი და ყველაზე მუქი უღრმესი და ჩავიდა იყოს ბატონო მუქი მადლობა რაღაც კარგი მადლობა რომ უთხრას ან ბევრი მადლობა რომ უთხრას რაც უნდა ის უნდა უთხრას რაც ესმის მაგრამ არჩევანი რო აქვს მე ირჩევს და დღეს უღრმესი იცის და დიდი იცის და რაც ის იმას აკეთებს ხო არ დავჩინოს მე ხო ბევრი რომ მე როგორ ბევრი ხო არა ის ღრმას არ ვამბობთ ღრმა მადლობა არ გამიგია ხო მითხრა კაცო უღრმესი ღრმა მადლობა არ უღრმესა ვამბობთ ხო ევაზე ღრმაა პატარაზე ხوار დაუყაყობდები ჩუჩუს მე რა მოდის არ ვიცი მაგრამ ნუ რაღაცა ხوار შუაში სანამ უღმესამდე მიყვა